მეგობრები, შემდეგ თემაზე უნდა გადავიდეთ, რომელიც ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია და ჩვენ ქალაქს ეხება. ვისაუბრია მათ შორის ისეთ სტარტაპებზე, რომლებიც ახერხებენ გარკვეული ნარჩენების, ასე ვთქვათ, სეპარირებას და შემდეგ აი ამ ყოველფრით მნიშვნელოვანი პროდუქციის შექმნას, მათ შორის იგივე შეიძლება გავიხსენო ახლა TNE, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა სტარტაპი, როგორც დამწყები საქართველოში და არაერთი მსგავსი პროექტი, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, თუმცა როგორია დღეს ცირკულარული პოლიტიკა საქართველოში და რამდენიმე კვირის წინ თუ არ ვწდები განაცხადა ეკონომიკის სამინისტრომ, რომ 1.3 არის მოცულობით, ეს თქვა ცირკულარული ნარჩენების საქართველოში, რაც შედარებით დაბალი მაჩვენებელია, თუმცა ამბობენ, რომ არსებობს პოტენციალი ამ მიმართულებით, უფრო ცლად ვისაუბროთ დარგის წარმომადგენელთან ერთად და გარემოს დამცველთან ერთად, კახა გუჩმანიძე, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არის. მოგზაურობთ ბატონო გახა. მივოვიხილოთ, შევადაროთ და გავიგოთ თუ როგორია ცირკულარული პოლიტიკა დღეს საქართველოში. მოგესალმებით, ერთხელ. დღეს არის რეციკლირების მსოფლიო დღე. ავუხსნათ მაყურებელს. ამ დუოთ მოსაუბრებს ეს ტერმინი, იმიტომ ხშირად როცა ვახსენებთ ხოლმე ამ ცოტათი უჩვეულო ტერმინებს, მაყურებლები გვიწერენ, რომ აი ვერ გავიგეთ, ქართულად ვისაუბროთ. რეალურად ეს არის ტერმინი, რომელიც აღიარებულია მსოფლიოში და რა კონცეფცია აქვს, ამას გაგვიმარტავს კახა. კი ბატონო. მოკლედ ცირედით არსობრივად შევეხები, რომ თვითონ რეციკლირება ნარჩენების მართვის თვითონ პროცესის შემადგენელი ნაწილია. ნარჩენების მართვა და მით უმეტეს ნარჩენების მდგრადი მართვა არის ერთგვარი ჯაჭვური პროცესი, რომელიც იწყება მისი სასიცოცხლო ციკლი, ესე რომ ვთქვათ, ბჭალებში იწყება სწორედ ნარჩენის წარმოქმნიდან, შემდეგ შენახვიდან, გადაცემიდან, ტრანსპორტირებიდან, აღდგენითი ღონისძიებიდან, შემდგომ უნდა მოხდეს მისი დეპონირება, მართვა და დახურვის შემდგომი მართვაც უნდა განხორციელდეს და ეს მთელი ციკლია საკმაოდ რთული, სამართლებრივად ძალიან რთულად გაწერილი მენეჯმენტისა და სამართავადაც საკმაოდ რთულად სამართავი პროცესია, რომელიც ასევე დანახარჯიანი პროცესია. აი ჩვენ აღდგენა ვახსენებთ, რომელიც ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია და აღდგენა არის როცა ჩვენ საუკეთესო დანიშნულებით ხელახლა ვახერხებთ ნარჩენის გამოყენებას და ერთგვარად იმ პირველდენ ციკლში ვაბრუნებთ. და ამ აღდგენის ღონისძიებაში შედის სწორედ რეციკლირება და სწორედ აღდგენა მოიცავს რეციკლირებას და განსხვავება არის იმაში, რომ აღდგენა თუ გულისხმობს ენერგიის აღდგენასაც, რეციკლირება არის პროცესი, როდესაც ნარჩენად ქცეული ნივთის დაბრუნება ხდება, ან იგივე, თქვათ, პეტბოტლის შემთხვევაში იგივე პეტბოტს ვაკეთებთ, ან რაიმე ტიპის სხვა პროდუქტს ვღებულობთ და ეს ყველაფერი ბრუნდება ერთიან ციკლში, შეკრულ ციკლში. როდეში კახა, რა პროცესები უძღვის უფრო ვრცლად ავხსნათ რეციკლს, სანამ იქამდე მივართ, რომ გადავამუშავებთ ამ მასალებს და ახალ სიცოცხლეს მივცემთ, მანამ რა პროცესები უნდა გაიაროს ამ მასალამ? პირველი, აი ძალიან კარგი შეკითხვა. ჯერ შევთანხმდეთ, რომ რეციკლირება გადამუშავებას ნიშნავს და ერთიან ციკლში recycling, ერთიან ციკლში, ისევ იგივე ციკლში დაბრუნებას და რომელ ციკლში ამას რამოდენიმე წუთში ყველაფერს უფრო გამოწვეული და დეტალურად გეტყვით. პირველ რიგში უნდა მოხდეს სისტემური აწყობა ნარჩენების მართვისა ისე, რომ პროდუქტი, რომელიც რეციკლირებას ექვემდებარება და ძირითადად ესენი არის, ყველა ექვემდებარება იდეაში, მაგრამ ყველაზე კარგად ეს არის პლასტმასა, ეს არის მინა, ეს არის ლითონი, ეს არის გარკვეულწილად ორგანიკა, რასაკვირველია, ეს არის მაკულატურა, ქაღალდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენთან ძირითადად რამოდენიმე ფრაქციაზე გვაქვს წორება და დროთა განმავლობაში ეს ფრაქციის მრავალფეროვნება დარწმუნებული თუმცა მთავარი გამოწვევა მაინც სპეციფიური ნარჩენები არა. რა თქმა უნდა, ეს მათ შორის შემადგენელია თუნდაც პეტბოტის სპეციფიური ნარჩენის სასულები გეთანხმებით, უნდა მოხდეს ამ ყველაფრის სეპარირებული ფრაქციული შეგროვება, ან კონკრეტული რეციკლირებას დაქვემდებარებული ფრაქციების იდენტიფიცირება, შემდგომ ამის შეგროვება, ამას კანონმდებლობაც გავალდებულებს კოდექსი უკვე 2019 წლიდან, თუმცა არაჯერმრა მკეთდება, შეგროვება და რატომ შეგროვება და რატომ სეპარირება. იმიტომ რომ როცა ჩვენ წყაროსთან, ოჯახში ან რაღაც კონკრეტულ წერთან ვახერხებთ ამ ყველაფრის სეპარირებას, ვიცავთ იმ წესებს, რაც დასაცავია. მაგრამ ოდესაც ეს ყველაფერი ერთინად იყრება ნაგავმზით, მანქანაში მიდის ნაგავსაყრელზე, ეს დაპრესილია, მას ის ნივთობრივი ღირებულება და ის სასაქონლო ღირებულება ეკარგება. იგივე მინას, იგივე პლასტიკს და მისი სასიცოცხლო ციკლში ჩართვა გაცილებით უფრო რთული ხდება. ამიტომ ყველაზე კარგი არის, ოდესაც სუფთად გაცილებით დაბალდანახარჯიანია, როცა ჩვენ ოჯახში პირველ წყაროსთან, საწყის წყაროსთან ვახერხებთ თუნდაც რამოდენიმე ფრაქციის დასეპარირებას და ისე მიწოდებას გადამოყენებას.
გამამუშებელ ბაზარზე. ეს არის თავი ჩაგეკითხებით აუცილებლად კანონმდებლობის მიხედვით და ზოგადად ამ ინიციატივით საზოგადოება აყვა ეს თქო ამ ნარატივს. მათ შორის, როდესაც სეპარირებას ახდენს საზოგადოება, იქ უკვე ამ ნარჩენის ერთიანად ყველაფრის ეს თქო ერთ სივრცეში ჩაყრა და შემდეგ ან მოტყუებული რჩება ფაქტიურად მოქალაქე. ანუ ესეთი შეგრძნება აქვს, რომ თითქოს ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. შეიძლება სეპარირება მოახდინო კონკრეტულ ნაწილში, თუმცა რომ ეს ყველაფერი ერთად ხდება. ამ შემთხვევაში საუბარია გადამამუშავებელ ეს თქო დაწესებულებებზე, რომელსაც შესაბამისად თქო ღირებულება არ გააჩნიათ, გულისხმობ რას, რომ გარკვეულ მუნიციპალიტეტებზე არის ალბათ აქცენტი გასაკეთებელი, რომელსაც არ შეუძლიათ თუ ძალ არ შესწევთ იმისა, რომ გაუმკლავდნენ თლიან ამ სეპარირებული ნარჩენების თქო გადამუშავებას. მოდით დავიწყოთ იქედან, რომ მარტო მუნიციპალიტეტებს არა, ქვეყნის გამოწვევა ის, რომ ჩვენ რაღაც გროტესკულად ვიტყვი, ნაგავი და ნარჩენი გვაქვს ძალიან ცოტა. საქართველოს შემთხვევაში ჩვენი დებეტი წლიური არის დაახლოებით 1,000,000 ტონამდე. სასაცილო ციფრია იმისთვის, რომ რაიმე ტიპის განსაკუთრებული მოცულობითი, რა ქვია, აი თუნდაც ქარხნის ინსტალირება მოახდინო და იფიქრო, აი მოცულობით ბიზნესი. ეს არ არის ის რაოდენობა და ქვეყნის მასშტაბით არის, რომ რაღაც კონკრეტული ბიზნესი განსაკუთრებით დაინტერესებს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს კანონმდებლობით გაწერილი, წინაპირობაა იმისა NGO ორგანიზაციების ჩართვით, რომ იდეაში მივიდეთ აქამდე, რომ გავინაწილოთ პასუხისმგებლობა. სეპარირება არის წინაპირობა იმისა, რომ სუფთა და კარგად შეფუთული საქონელი მივიღოთ გადამამუშავებელ სექტორში, მაგრამ ერთია მივიღე, მეორეა დავასეპარირე და ყველაზე მთავარი არის ის, რომ უნდა მოხდეს სტიმულირება იმ კომპონენტისა, რასაც რეციკლირების კომპონენტი ქვია. დღეს რო ჩვენ მონაცემები ამოვიღოთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ნარჩენების მართვის მუნიციპალური ხუწლიანი გეგმებიდან, ვნახავთ, რომ რეციკლირების სექტორი ქვეყანაში არის ძალიან მწირად და ღარიბად წარმოდგენილი. ჩვენ პრინციპში არ აგვაქვს გადამამუშავებელი სექტორი. აი გაითვალისწინეთ ისიც, რომ როცა მორფოლოგიური კვლევა ჩავატარეთ, პროცენტული მაჩვენებლები, სადღაც 21-25%-მდე დეპონირებული ნარჩენებიდან მერყეობს და არის მაგალითად პლასტიკი. ცოტა ნაკლები ქაღალდი და მაკულატურა, რომელიც ხშირ შემთხვევაში როცა ნაგავსაყრელზე მიდის, არ არის ისეთ კარგად გამოსაყენებელი შემდგომ ციკლში დასაბრუნებლად. გარდა ამისა, არის სხვა ნარჩენები, რომელსაც ასევე მართვა ჭირდება, თუნდაც ბიოორგანიკა, რომელსაც იგივე კომპოსტირება შეიძლება გამოიყენოს და გერმანიის სოფლის ვერმა კომპოსტირებაზე დგას და ეს ერთ-ერთი ძალიან კარგი წესია სუფთა და ეკოლოგიურად სუფთა სასუქის მისაღებად. ანუ საკითხი არის ძალიან კომპლექსური, რომელიც გულისხმობს, რომ უნდა მოხდეს დანერგვა სეპარირების სისტემისა ქვეყნის მასშტაბით ერთი. შემდგომ უნდა მოხდეს სტიმულირება რეციკლირების ბიზნეს ოპერატორების და კერძო სექტორისა და რაც განსაკუთრებულია MGV, ანუ წარმოების გაფართოებული ვალდებულების მქონე ორგანიზაციების ჩართულობა და რატო? ჩვენ მივიღეთ უკვე ტექნიკური რეგლამენტები, გასაგებად რო ვთქვათ, მაგალითად ბორჯომს, ნაბეღლავს, კოკა-კოლას და სხვადასხვა ქარხნებს, რომლებიც ჩვენთან არის ფაბრიკები წარმოადგენენ და აწარმოებენ შესაფუთ მასალას, აი და თქვენ ბრძანეთ სპეციფიკურ ნარჩენად იქცევა ეს ყველაფერი. მათ ეძებათ ვალდებულება მოახდინონ მიკროლევადობა და მისი ბოლომდე მართვა. რაც გულისხმობს იმას, რომ მე წარმოქმნი სპეციფიკური ნარჩენი, მე კოკა-კოლა, ნაბეღლავი, ბორჯომი ვარ ვალდებული, რომ ბოლომდე მოვახდინო მისი შემდგომი მართვა და გადამუშავება, რეციკლირება. თუ ვერ ვაკეთებ, არსებობს NGO ორგანიზაციები, რომელთანაც მაქვს უკვე ბიზნეს ოპერატორს კონკრეტული შეთანხმებები და ვახდენ ამის გადამუშავებას. რას გვაძლევს ეს ქვეყანას? რატომ გადამუშავება? რატომ სეპარირება? რატომ რეციკლირება? პირველი იმიტომ რომ გაცილებით ნაკლები ნარჩენი დეპონირდება ნაგავსაყრელებზე და მისი საციცოცხლო ციკლი იზრდება, ჩვენი გარემოსდაცვითშეგნება იზრდება, გარდა ამისა ეკონომიკური ეფექტი, რესურსსარგებლიანი ეფექტი. თქვენ წარმოიდგინეთ პეტ-ბოთლის შექმნასა და გადამუშავებას შორის იმდენი რესურსი იზოგება, იგივე მინის შემთხვევაში, იგივე ლითონის შემთხვევაში, რომ საკმაოდ დიდი რესურსი იგივე ქაღალდის შემთხვევაში, რამდენი მერქნული რესურსი იზოგება ქვეყნის მასშტაბით, იგივე კომპოსტის შემთხვევაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ სფეროს ჭირდება განსაკუთრებული სტიმულირება, თუ ჩვენ გვინდა დღეს უკვე ტრენდად ქცეული მსოფლიოში ფრაზა ცირკულარული ეკონომიკა. არ არსებობს ცირკულარული ეკონომიკა
დღევანდელი დღის აღნიშვნის გარეშე გულისხმობ რეციკლირების საერთაშორისო დღეა. ანუ შეუძლებელია ისაუბრო ერთიან შეკრულ ციკლურ ჯაჭვზე, იქ სადაც არ არსებობს ბიზნეს კომპონენტი, რომელსაც რეციკლირების ბიზნეს კომპონენტი ქვია. არის უკვე კვლევები, მასალები მზად იმისთვის, რომ როცა ბიზნეს ოპერატორი დაინტერესდება, მათ შორის ნორმატიული ბაზაც. ჩვენ გვაქვს მორფოლოგიური კვლევა ქვეყანას, იმისათვის, რომ ვიცოდეთ, რომ რომელი ნარჩენის, რომელი ფრაქციული გენების გადამუშავება იქნება უფრო რენტაბელური ამ კუთხით და ამაზე არის შესაბამისი კვლევები. თუ კი ბიზნესი დაინტერესდება, პირველ რიგში უნდა იყოს ხელშეწყობა ამ ბიზნესის, რა თქმა უნდა, მივიღებთ რას? პირველი განაგვიანება იქნება ნაკლები, ეკოსისტემების შენარჩუნებას, ჰაბიტატების შენარჩუნებას, დეპონირებული ნარჩენი ნაკლები იქნება და ნაგავსაყრელი საერთო ციკლი იზრდება, გაფრქვევები იქნება ნაწილი, მათ შორის შემცირებული, მათ შორის თბური აირების და ყველაფერი დაბრუნდება რენტაბელურად ეკონომიკაში. იცით რა, ასეთი რაღაც მინახავს საზღვარგარეთ, არსებობს აპარატები, სადაც მოსახლეობას ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია თავის მიერ გამოყენებული იგივე ბორჯომის ან ნებისმიერი კოკა-კოლის ბოთლი მიიტანოს, ჩააგდოს, ეს აპარატი შეისრუტავს ამ ბოთლს და უბრუნებს გარკვეულ თანხას. ასეთი სახით გიორგი, დაახლოებით 30 აპარატი არის საქართველოში ეს. მე ბათუმში ესეთი აპარატი, მე არ შემხვედრია ბათუმში ესეთი აპარატი და თან ეს რაოდენ мотиваციაა, ხო, თან ვიღაცა 10 ბოთლს ჩააბარებს, ვიღაცა 5 ბოთლს ჩააბარებს, ამით მოხდება, თქვა, დაინტერესება იგივე მოქალაქის პასუხისმგებლობის ამაღლება, რომ ის ბოთლი, თქვა, არ დააგდოს ისეთ ადგილას, სადაც არ მოხდება მისი შემდგომი ბიოდეგრადირება. ამასთანავე სამწუხაროდ ბიოსავარაუდოდ ვერ მოხდება, იმიტომ რომ პლასტიკი დეგრადირება. აქედან გამომდინარე, თქვათ, ამ კუთხით ბიზნესის ჩართულობა როგორ შეიძლება მოხდეს, სახელმწიფოს ჩართულობა როგორ შეიძლება მოხდეს. აქვე მეორე კითხვასაც დაგაწევთ, ბატონო კახა, თუ თქვათ არარენტაბელურია, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მილიონი კუბური თუ რაც თქვით თქვენ ტონა ნაგავი ბიზნესისთვის, ჩვენ რო ავიღოთ პასუხისმგებლობა გადასახადების გადამხდელებმა იმისათვის, რომ ჩვენი ნარჩენები თქვათ მართული იყოს და ახალ ბულვარში გასვლის დროს თქვათ არ შემაწუხოს ნარჩენების სუნმა, ხო? ეს პასუხისმგებლობა თუ ბიზნესი არ ინტერესდება, შესაძლებელია თუ არა გადასახადების გადამხდელებმა ავიღოთ, ანუ სახელმწიფომ. მადლობა შეკითხვისთვის, იდეაში გადამხდელი იღებს ამალდებულებას, პირდაპირ კითხვით MG ორგანიზაციის შემთხვევაში რაღაც დონეზე ეს ეწოლა მოდის ჩვენზე, ვინც შევიძენთ ხოლმე კოლას, ბორჯომს, ნაბეღლავს, რაღაც ნამატი სახით ხოლმე. ნამატი სახით, დიდი ალბათობით არის ნარატივი, რომ მე თვლი რომ ეგ რაღაც დონეზე greenwashing-ია, როცა გვეუბნებიან რომ ეს ყველაფერი უფასოა, არ არის ეგრე, რაღაც დონეზე დანამატები, რა თქმა უნდა არსებობს, არ არის კოლოსალური, მაგრამ საბოლოო ჯამში არსებობს. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, მილიონი ტონა არ არის ცოტა ერთი ბიზნეს ოპერატორისთვის, მაგრამ უფრო მეტიც ძალიან ბევრია. უბრალოდ ჩვენი ქვეყნის რელიეფიდან გამომდინარე, პატარ-პატარა მუნიციპალიტეტიდან გამომდინარე, ეს გაფანტულია თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ ეს არ არის ის დებეტი, რომელიც რენტაბელურია. ლოჯისტიკურად სრულდება. არის რაღაც დროს რენტაბელობა, მაგრამ დიდი ბიზნესისთვის არ არის რენტაბელობა. თქვენ რაც ახსენეთ სულის ემისია, რომელიც ადლის დეპონატორიდან მოდის, ეს არის რა თქმა უნდა პრობლემა, სანამ არ შევა ახალი ნაგავსაყრელი ძალაში და არ მოხდება მისი ტექნიკური რეგლამენტი გათვალისწინებული რეგულაციები დახურვა, რაც ასევე პროცესია და რატომღაც დღემდე ეს პროცესი არ დასრულებულა. რაც შეეხება თქვენს პირველ შეკითხვას, ძალიან კარგი შეკითხვაა, სწორედ მინდოდა მე შევხვებოდით და გეტყვით რატომ. მოდით შევთანხმდეთ, რომ ცირკულარული ეკონომიკა, რომელიც დღეს მსოფლიო ტრენდია და დღეს ყველა წამყვანი ევროპული ქვეყანა ცდილობს, რომ ერთიანი შეკრული ცირკულარული წრე შექმნას ამ ეკონომიკისა, სადაც ეგრეთ წოდებული zero waste-ის პოლიტიკა არის, ნულოვანი ნარჩენი. აი, მაგით შვეიცარიის შემთხვევაში თითქმის ნულოვან ნარჩენზეა შვეიცარია, მე პირადად ვიყავი ჩასული და დავწუნდი, ნულოვან ნარჩენზეა დასული. იქედა გამომდინარე, რომ წარმოქმნილი ნარჩენის თითქმის 99%-ის რეციკლირებას, გადამუშავებას ახდენს და ის რაღაც მიზერული რაოდენობა რაც რჩება, ეს არის ალბათ ფერფლი, სხვათა შორის ამ ფერფლს და ნამწვავს იაპონია აეროპორტების მშენებლობაშიც კი იყენებს. ანუ ტექნოლოგიები იმდენად შორს არის წასული, იმდენად ფართო შესაძლებლობებია ყველა მიმართულებით ეკოლოგიის და რეციკლირების, რომ მე დარწმუნებული აქედან გასულზე კიდევ ახალი რაღაც იქნება გამოგონებული. მაგრამ ერთი რამ უნდა აღინიშნოს თქვენ შეკითხვათ დაკავშირებით, რატომ არა გვაქვს ჩვენ ეგრეთ წოდებული დეპოზიტის აპარატები.
დაახლოებით 25000 ევრო ჯდება ეს აპარატი და თქვენ წარმოიდგინეთ ამ აპარატის დაინსტალირება რამდენად რენტაბელური იქნება ბიზნესისთვის. ეს არის ფუფუნება, რომელიც ჩვენ ცნობიერებაზე მე ბოლორივე ხელით გეთახმები ძალიან პოზიტიურად აიზარდა. საერთაშორისო კომპანია შემოვიდა, რომელმაც უკვე 30 მსგავსი აპარატი დაინერგა საქართველოს სხვა. როგორც ჩანს, ფასტანამატი შეიცვალა და უფრო და შესაბამისად ხო ამ მიმართულებითაც არსებობს სიახლოვე, რომელიც მის დასამებელია ნამდვილად. იცით რა მაინტერესებს კახა? თუმცა მოცულობაზეც არის დამოკიდებული სხვადასხვა მოცულობის ხო ალბათ. შვეიცარია ვახსენთ, იაპონია ვახსენთ, ხაზი გავუსვით, რომ იმ ქვეყნებში არის ტექნოლოგიური განვითარების პიკი და რა თქმა უნდა ამ მიმართულებით უფრო წინარიან, თუმცა მოდით ახლა ცნობიერებაზე ვისაუბროთ, ხო? რომ მოგცენ ტექნოლოგია, მაგრამ არ გქონდა შესაბამისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არ ითვალისწინებდა ამ ყველაფერს. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოქალაქე მიგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარ ნაკავზე? ყველაზე კარგი და ნაცადი მეთოდი ჩემი გადასახედიდან არის შემეცნებითი აქტივობები, ტრენინგები, სემინარები, ფლეშმობები, რაც გნებთ ყველაფერი, რაც თაობას აჩვენებს, რომ დაარწმუნებს, ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ეკოლოგიას და გარემოს გააჩნია ერთიანობის პრინციპი. აი თქვენ წამოდი ხშირ შემთხვევაში არაერთხელ მithქვამთ თქვენი ტელევიზიითაც, რომ ბათუმში არანაირი მტვერი ერთი შეხედვით არ შეიმჩნევა, წვიმის შემდეგ, ქარის შემდეგ ხედავთ, რომ მანქანები განაყვითლებულია. ბუნებრივია ეს არ არის ჩვენი მტვერი და ეს მტვერი აქ არ წარმოქმნილა, ეს არის საჰარის უდაბნოდან მიგრირებული ქარის ნაკადებით მოტანილი მტვრის ნაწილაკები, რომლებმაც ძალიან დაგვიმტვერა მანქანები. ბუნებრივია ეს მტვრის რაოდენობა ჩვენთან ვერ იქნებოდა. ანუ ამით რისი თქმა მინდა? მინდა იმის თქმა, რომ ჩვენ ყველანი ვართ ერთი სახლის, ერთი მთლიანი ორგანიზმის ნაწილი და როცა ვამბობთ, რომ ვიცავთ ბუნებას, ჩემთან დაცული ბუნება შვეიცარიაშიც დაცული ბუნებაა. შვეიცარიაში დაცული ბუნება რეალურად ეგრეთ წოდებული მეცნიერებაში არსებობს პეპლის პრინციპი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პეპლის ერთი მოქნება იდეაში რა შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ თუ კი ამას ციკლურად, ჯაჭვურად მივყვებით, დავინახოთ, რომ პეპლის ერთმა მოქნეულმა გაფრთხიალებამ რო იყვიან, შეიძლება გამოიწვიოს თუნდაც ცუნამი. პირობითი ცნება და მეცნიერებას ეს პარადიგმა მოყავს ხშირად. ამით რისი თქმა მინდა, ჩვენ ერთი პლანეტის შვილები ვართ, ერთი ორგანიზმის ნაწილი ვართ და ვიცავ მე ჩათვალეთ, რომ გიცავ თქვენ. ანუ ერთმანეთთან სრულ ბმაში ვართ. ერთ თლიანს წარმოადგენთ. ამიტომ არის ზიადწულის პრინციპით მუშაობს თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა და დიდი ალბათობით მისული ახალ თაობამდე, იმიტომ ძალიან კარგად ასეპარირებენ, რაც ამ ეტაპზე არის წარმოქმნილი. ნელ-ნელა უნდა დავასრულოთ და აი ტრახან მტვერი ახსენეთ, გითხარით ბოლო პერიოდში ბათუმში შეინიშნება დამტვერიანების მომატება, რასთან არის ეს დაკავშირებული? თითქოს იყო ვერსია, რომ ეს უდაბნოს მტვერია. მათ შორის. მოდი თქვათ რით არის მავნებელი პირველ რიგში, იმიტომ რომ PM2.5 და PM10 დისპერსიული მტვრის ნაწილაკები ერთი შეხედვით თითქოს არაფერი, მაგრამ იწვევს უამრავი დაავადების ესკალაციას და პროვოცირება ჩვენ ორგანიზმში. როგორიც არის ვასკულარული დაავადებები, ობსტრუქციას თუნდაც სასუნთქი სისტემების, ლორწოვანი გარსის ანთებებს. რა თქმა უნდა, ახლა ერთი მტვრის ჩასულვა რაიმე ლეთალობამდე არ მიგვიყვარს, ამის განცდა უგვექნება, არანაირად, მაგრამ ის რომ მოწყვლადები არიან, ფეხძიმე ქალბატონები, ბავშვები განსაკუთრებით და ეს შესაძლოა იყოს გააჩნია დისპოზიციურ პერიოდს, რა პერიოდის განმავლობაში გვიწევს ამ მტვერთან მუშაობა და ხშირ შემთხვევაში, როცა მე პირადად ვაკვირდები სამუშაო მიმდინარეობას სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან, თავადვე ხშირად ვწმუნდები, რომ როგორც ჩანს შრომის უსაფრთხოების სპეციფიკა არ არის სათანადო დანერგილი და სამშენებლო მტვერზეა თუნდაც სამშენებლო არასველი მეთოდით, როცა არ გეთანხმებით სრულებით ორივე ხელით, როდესაც არასველი წესით ხდება დამუშავება. ის რომ ჩვენ გვწამლავ ეგ ერთი, ეს რომ ქალაქში დღისით როცა ტრაფიკიც გაძლიერებულია და ზოგადად ადამიანთა გადაადგილებაც ამას აკეთებ, ეგეც გასაგებია, მაგრამ თავად რო იქ ხარ ნიღბის გარეშე და საკუთარ თავს იწამლავ. ნუ ეხა ამას ხო რაღაც დონეზე შრომის უსაფრთხოების ჩართულობა ჭირდება, რომ გააგებინონ ამ ხალხს, რომ მინიმუმ საკუთარი თავი ხომ გიყვარს თუ ჩვენ ძვირად ღირებულია სველი. არანაირად უბრალოდ საჭირო არის, ჩვენ გვაქვს წყინვალე კანონმდებლობა. მით უმეტეს, რომელიც გარკვეულწილად ასოცირების შემდეგ სულ სინქრონში მოდის ევროკავშირის ჩარჩო დირექტივებთან, ხო? აქედან გამომდინარე, კანონმდებლობასთან ჩვენ რაღაც მომენტებში შესაძლოა იყოს კოლიზიური, მაგრამ არა გვაქვს იმდენი პრეტენზია.
ფაქტი არის ყველაზე რთული აღსრულების სპეციფიკა. მარეგულირებელი არსებობს. მალე რესურსი აღსრულების არა გვაქვს და აღსრულება ვერ ხდება გამართული მენეჯმენტით. და გვახსოვდეს რომ გაეროს მდგრადი განვითარების მე-12 პუნქტი გვეუბნება რომ მდგრადი წარმოება და მდგრადი მოხმარება, რომელიც სწორედ რასაც ჩვენ დღეს აღნიშნავთ, ცირკულარული ეკონომიკის უმთავრესი ნაწილია და რეციკლირების ანუ თქვენ ამბობთ რომ მაგალითად თუ ჩვენ დავინახავთ რომ არასველი მეთოდით ხდება იგივე ქვაფენილის დამუშავება სამშენებლო სამუშაოები შეიძლება ხელხაზე დავრეკოთ? დიახ და უნდა მოხდეს შესაბამისი ზედამხედველობის სამსახურის მიერ მათი სასანქციო ქმედებები, ეს ექვემდებარება სანქციას, გარკვეულწილად ჯარიმები ამ კუთხით და უნდა მოხდეს ამის აღსრულება და მე ვაკვირდები ხოლმე ევროპის ქვეყნებში იმას, რომ საკმარისია რაიმე ტიპის დარღვევა დაინახონ, მიუხედავად იმისა, მე ჩავიარე თუ არა იმ ტურიან ქუჩაზე, თუ ხედავ თუნდაც შორეული გამლელი ვარ, ისინი თავს მოვალეთულია, რომ აცნობენ შესაბამის ორგანოებს, რომ უღმესი მადლობა კახა, ეს ნამდვილად არ ვიცოდით და მიმართულებით და წამოხდა ცნობიერება და ინფორმირებულობა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.